ინფლაცია დაჩქარდა და ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა, თითქმის 6%-ია წლიური ინფლაცია აპრილში და ეს არის სტატის ახალი მონაცემები. სურსათი არის ის ჯგუფი, სადაც ფასები ყველაზე მეტად იმატებს. თუ შევხედავთ პირველ 20 წელს, მაგალითად, თუ რა გაძვირდა ამ 1 წელში ყველაზე მეტად, სურსათთან ერთად სიაში ხდება უკვე ელექტროენერგიის საფასური და ხდება დიზელის საწვავის საფასურიც. გამოდის, რომ ადამიანებს, მოქალაქეებს ყველაზე მეტად უძვირდებათ ის, რაც ყოველდღიურ მოხმარებაშია და თითოეულ ჩვენგანს ესაჭიროება, ამიტომაც მოსახლეობა განსაკუთრებით მძიმედ გრძნობს პროდუქტების გაძვირებას. თუ შევხედავთ ცალკეულად სიას, ხილი, ხორცი და ხორცპროდუქტები, ბოსტნეული, პური, ზეთი, ყველაფერზე მომატებულია ფასები და ეს ხდება ქართული ოცნების ფასებთან ბრძოლის პარალელურად. ეკონომისტებისთვის სწორედ ეს არის ნიშანდობლივი და სტატის ახალმა მონაცემებმა სპეციალისტებს დაუდასტურა ის, რასაც აქამდე ამბობენ, რომ ფასებთან იმ ტიპის ბრძოლას, რა გზასაც მიჰყვებოდა ქართული ოცნება, ძირითადად მოაქვს უკუ შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომისტებისთვის ის, რომ ქართული ოცნება მუდმივად საუბრობს გარე ფაქტორებზე, შესაძლოა ნამდვილად ეგრეთ წოდებული გარე შოკები ფასებზე აპრილში საკუთარ გავლენას ახდენს, თუმცა ბერკეტები ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ ქართული ოცნების ხელში რჩება და მათ შეუძლიათ ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მინიმუმ გადასახადები შეამცირონ და ამ ფორმით შეამცირონ ზეწოლა მოქალაქეებზე. კვეთრი ნახტომია ინფლაციის, ახლა ნაწილობრივ რაღაც ობიექტური მიზეზებიც არსებობს, ასე ვთქვათ, მოწოდების მხარესაც გვაქვს რაღაც შოკები. ნავთობის ფასის და ქართული ოცნების ინსტინქტია, რომ გადასახადები გაზარდოს, რეგულაციები გაამკაცროს, ეს ყველაფერი ტვირთად აწვება ეკონომიკას და ყველაფერი საბოლოოდ აისახება მათ შორის ფასებშიც, ასე რომ ის რაც გასაკეთებელია იმას არ აკეთებს ქართული ოცნება, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, ცდილობს რომ ჩამოეკიდოს ძალაუფლებას, ეს არის ერთ-ერთი мотиваცია, რომელთაც ის ხელმძღვანელობს და ამ დროს გავს რაღაცა შოუებს. შედეგი აჩვენებს იმას, რომ ეროვნული ბანკი თავის მოვალეობას თავს ვერ ართმევს იმდენად, რამდენადაც ინფლაცია მიზნობრივზე ორჯერ უფრო მაღალია. ეს ერთი. მეორე, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ის რაღაცა აბსურდული კომისია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და რომლითაც თავს იწონებდნენ, რომ თითქოს და აი ამ კომისიას რაღაცა ფასები უნდა დაერეგულირებინა და რადგან სპეციალისტები თავიდანვე ამბობდით, რომ ასე ფასები არ რეგულირდება და ამ კომისიის მუშაობას არსებითი და ხელშესახების შედეგი არ ექნებოდა, დადასტურდა კიდევ ერთხელ აი ამ ოფიციალური მონაცემებითაც ის, რომ აი ამ კომისიის მუშაობა იყო ფასადური და იყო ფარსი. რა აქვს დღეს სათქმელი ქართულ ოცნებას? ივანიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში გვაქვს პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა შედარებით ძვირია, თუმცა გვაქვს ასევე პროდუქტები, რომლებიც იმაზე იაფია, ვიდრე ევროპაში. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები იმუშავებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში. არადა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, მათ შორის სტატის ახალმა მონაცემებმა ქართულ ოცნებას, რომ ფასების გაძვირების პროცესი მიდის და დაჩქარებულად მიდის და ეს მოქალაქეებს მძიმედ ერთად აწვება. არის პროდუქტები, რომელიც არის შედარებით უფრო ძვირი ჩვენს ქვეყანაში ვიდრე სხვა მეზობელ ქვეყნებში თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და არის მთელი რიგი პროდუქტები, რომელიც კი პირიქით უფრო იაფი კუთხით დაიდო ძალიან კვალიფიციური დასკვნა პარლამენტის დროებითი კომისიის მხრიდან გაცემული არაერთი რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია როგორც საშუალო ვადიან ვადაში გადასადგმელ ნაბიჯებთან,
ასევე გრძელვადიან ვადაში და ამავდროულად მოკლე პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან ფასების კომისიის მუშაობა მთლიანად ამ პროცესმა ალბათ მათ შორის რითეილ სექტორის ქსელების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ბევრი მათგანი დაარწმუნა, რომ მთავარი პრობლემა ალბათ მათ მიდგომასა და სტანდარტებშია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ხელისუფლება არ აპირებს ბიზნესში უხეში ჩარევები განახორციელოს. მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რაც საოჯრო ქსელების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ალბათ ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რასაც შეიძლებოდა რომ ყისიერი შედეგი მოეტანა. აპრილში ინფლაციის მაჩვენებლები არის გაზრდილი, სურსათის ჯგუფი, ჯანდაცვა, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში არის ფასებზე 10%-იანი მატება. თუ შევხედავთ სხვა პროდუქტებს და საჭიროებებს კომუნალური გადასახადების ნაწილში, ელექტროენერგიაზეც ფასების მატებაა და გამოდის, რომ ძვირდება ყველაფერი, რაც მოქალაქეებს პირველ რიგში ესაჭიროებენ.